ფსიქოლოგთან არ ხარ ნაყოფი? არა. აი მხოლოდ სატელეფონო მეგობრული ზარით. არც ახსარება არასდროს ანუ რა მიუხედავად ბევრი მცდელობისა, რა მცდელობა გქონდა? მოძღვართან მიხვედი და რამდენიმეჯერ და არა, აი ვერ წავიდა ის მე ბოლომდე ავთანდილი ვიყავი. ანუ არ ვიყავი ჩვეულებრივი ადამიანი და ვერ წამოვიდა მუხტი, თუმცა ერთად ერთხელ მქონდა ისეთი შემთხვევა, უწმინდესთან ვიყავი და უთხარი რომ ახსარება უნდა ჩამებარებინა, ხელი მომკიდა და სადღაც 20 წუთი მთელი ხმით ვიტირე. მთელი ხმით. ეტყობა ეს დაგროვილი, ბევრი კითხვები, ამოუხსნელი პასუხები და ესე გულდაწყვეტილმა უთხარი რომ ვერ ჩაგაბარეთ და შენ ხო ყველაზე გულწრფელი და ნამდვილი ახსარება ჩააბარა. რჩევა მოგცა პატრიარქმა, რომელზეც მე მგონი არასოდეს გისაუბრია, რა გითხრა? კიდევ ერთ-ერთი რთული პერიოდი იყო ჩემ ცხოვრებაში და მითხრა რომ პრობლემა ტრაგედიად არასდროს არ აქცია. არასდროს არ მქონდა გააზრებულიც კი თუ რა ბულინგის ქვეშ მყავდა ჩემი თავი პირველ რიგში. რატო აბულინგებდე? ვიცი რა მაქსიმალისტი ვარ. აი ხო გელაპარაკები. მაწუხებს მოხრილი ვარ თუ არა, როგორ გამოვიყურები, სწორად საუბრობ თუ არა. ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ ერთად, იმიტომ რომ მინდა რომ კარგი პროდუქტი ვიყო. აი აქ ის ბავშვი მირტყავს, რომელიც სულ ცდილობს რომ იყოს იდეალური. ყველაზე დიდ ხანს რამდენ ხანს გაგრძელებულა შენი დეპრესია? არ დამითვლია, მაგრამ ყოველთვის მჭირდება მერე ავხსენი ეს, რომ ჩავიძირო, გონია ყველას, რომ აი აქედან ვერაზროს ვერ ამოვალ, მაშინ ახალი ავტოიბატება გაცილებით უფრო საინტერესო, გაცილებით რადიკალურად განსხვავებული ხედვებით, რისკებით, ნაბიჯებით, ესე გაჩნდა ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში, მათ შორის ტანსაცმლის დიზაინი თუ მოდელირება, თავის დროზე ფერწერა, რომელზეც უარი ვთქვი, ფერწერა, რომელსაც დაუბრუნდი, სხეულზეც ვატარებ სხვათა შორის ექსპერიმენტებს, ხან კახექსიურად გამოვშრები და ვხვდები, ხან ძალიან დიდ ძალებს ვეტანები და აი ეხლა ვარ შუაში, ამიტომ აი ყველაზე ძალიან ეხლა არ მომწონს ჩემი ვიზუალი. არ მოგწონს? არ მომწონს.